ამ ვიდეოში ვისაუბრებ სტრუქტურის იმბალანსზე და FVG-ზე და თვითონ სტრუქტურაზე, თუ როგორ უნდა განსაზღვროთ ფასის აღმავლობა და დაღმავლობა და საორიენტირო მიმართულება როგორ უნდა ავიღოთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ სტრუქტურა არის ერთ-ერთი ყველაზე არაზუსტი განსაზღვრება ტრეიდინგში და ყველა ტრეიდერი ამას თავისებურად საზღვრავს, ყველა თავის ინფორმაციას დებს და ვიღაცები რაღაცებს ამტკიცებენ და ასე შემდეგ. მე არავის არ ვიტყვი, ვისი სტრუქტურა მუშაობს და ვისი არა. ყველა სტრუქტურა შეიძლება მუშაობდეს საკუთარი ინტერპრეტირებიდან გამომდინარე და ვინც ტრეიდინგში ფიქრობს, რომ ერთადერთი ალგორითმული სტრატეგია არსებობს, რომელიც მარკეტზე მხოლოდ მუშაობს, ძალიან დიდ სიცრუეშია შესული. კინა პროფიტული იყოს, კინა არაპროფიტული ტიპი, ძალიან მარტივ რაღაცას გასწავლით რა. ეხლა მე რასაც გავაკეთებ, სტრუქტურა შეიძლება იყოს არასწორი, ანუ ჩემივე მოძღვრებას შეიძლება შევეწინააღმდეგო, მაგრამ ეს real time-ში, როდესაც გადმოდიხარ, თავისით სწორდება და წარსულზე გაკეთებული შეცდომა არ აისახება ახლანდელ გრაფიკზე და აგიხსნით რას გულისხმობ. პირობითად ვიმყოფები აქ, ხო, ანუ real time chart-ი მაქვს აი აქ და გადავდივარ სადღაც აქ წარსულში და რას ხედავ ამ გრაფიკზე. სად არის ახლა მაქსიმუმი და სად არის მინიმუმი, მე ის უნდა გავარკვიო რა და ის უნდა გავსასრულო. მაქსიმუმის წერტილი აი ამ chart-ზე როგორც ხედავთ გვაქვს აი აქ და მინიმუმის წერტილს პირობითად დავნიშნავ აი აქ, რასაც ჩემი თვალით ხედავ რომ მარცხენა მხარეს მაქსიმუმი და მინიმუმია. დავხაზავ აი აქ სწორხაზს და დავინახე რომ აი ამ მოძრაობამ, აი აქედან წამოსულმა მოძრაობამ გაარღვია ეს ლეველი. ესე იგი ეს არის high. ანუ ეს რომ ქონოდა მე წაშლილი და მხოლოდ low მქონოდა. როდესაც ეს მოძრაობა გატყდა, ანუ ფასი დამაგრდა, ამაზე დაბლა ჩამოვიდა, high წერტილად მომევლინა აი ეს წერტილი. უმცირესი წერტილი გვაქვს აი ეს, ხო? აი ეს წერტილი. უდაბლესი, რომლის ქვევითაც ფასი არ ჩამოსულა. და როდესაც ფასი ჩამოვიდა, აი აქ როდესაც გატეხა ეს მოძრაობა, ეხლა რას ხედავ? იმისთვის რომ ამ მოძრაობის გატეხვას საერთოდ სახელი დავარქვა, ამას low უნდა დავარქვა. და რომელმა მოძრაობამაც აი ამის შემდეგ, ანუ აი ამ low-ს შემდეგ, რომელმა high-მაც გატეხა ეს ჩვენი low, იმას ვარქმევ lower highs, ანუ higher high, lower high, უმაღლესი მაქსიმუმი და შედარებით დაბალი მაქსიმუმი. და აქაც შეუულებრივ ესე ციკლებს. და აქაც კიდე ტყდება ფასი. აქ ეს ორი მინიმუმი შემეძლო აი ესე დამეხაზა და აი ესე გავამეხატა higher high-ები და higher low-ები, მაგრამ რადგან ახლოს არის ამას თვალით ხედავ და lower high დამწერტილს მოვნიშნავ და აი ამ გატეხვას უკვე, სადაც ფასი აი აქ დამაგრდა ამ low-ზე. აქედან წამოსული უმაღლესი წერტილი არის აი ეს. იგივე სტრუქტურას მოყვებით, პირობითად, აქ თუ მაქვს უმაღლესი წერტილი და ფასი აი აქ გატყდება, აქედან წამოსული მოძრაობა იყო ეს, დაიხაზება high და low ესე, შემდეგ გატყდა კიდევ ერთხელ ფასი, დაგვიფიქსირდა მინიმუმი აი აქ და მერე კიდევ როდესაც ერთხელ ეს ფასი გატყდა აი აქ, უმაღლესი წერტილი დაგვიფიქსირდა აქ